ვაიმე მარიკა რა. ეს რა მოიფიქრე სამქონებრივი დეკლარაციის შევსება, გავგიჟდი მარიკა რა. ისედაც იმდენი საქმე მაქვს, რითი დავიწყო არ ვიცი. კარგი, რა დაგემართა ირაკლი? რა სიზამ, ახლა უკვე თანამდებობის პირი ხარ. რა ვიცი, ამ კრუასანებს კარგად ითხოვდა. ახლა ეს ჩავწერე. მარიკა. ბატონო. ეს მაცივარი რა გინდა? ეს მაცივარი გვაჩუკა დედაჩემმა. ვიცი. მახსოვს მარიკა, მაგრამ იმას ხوار ჩავწერე, ეს მაცივარი გვაჩუკა დედაჩემმა რა გინდა? გონი 1300 ლარი. 1300 ლარი? ეგრე ამბობს და. რა ამბავია, სპეციალურად მომიწყო რა. მართალი არა რო ამბობე რა. მარიკა, მართალია რა რო ამბობე რა, თანამდებობაზე რო ნიშნავი სუქდებიანო რა. რა არის? რა ზომა ეს? რა? მარიკა. ბატონო. ეს კიდე აქ არის? არა, ამ ვეფხვის წელმაც ვერ მიშველა რა. აჰა. კრუასანი? რა ხჭიცი რა? ხო კარგად ხარ? კარგად. რას? ქონებრივი დეკლარაციას ვავსებ. რა? დეკლარაციას? აჰა. მარიკა. ეხოცები რა მითხარი რას ეს მომატყებს ხო იცი რა ეს? რას წერს დათო და აი ამ სახლში რაც კი ძვირფასი ნივთია, იმას წერს აქ. რა ძვირფასია ირა? ხო, რა ძვირფასია ამ სახლში ყველაფერს წერ მაცადე. მე არ უნდა ჩამწერო ეგ. აი დათო, შენი თავი არა მაქვს რა. ძალიან გთხოვ, შენი თავი არა მაქვს, მაცადე არაფერი გამომჩეს რა. ისა რა ქვია, დეკლარ იმ მაგას გავსებინებენ ხო ირა? დიდარი ხარი რა? კორუმპირებული ხარი რა? ჯიგარი ხარი რა? მარიკა. გასქურად ჩავწერო? რა ვიცი, გვაქვს და. თუ გვაქვს, უნდა ჩავწერო ესე იგი. ირა, აი უკვე იმდენი შოე რომ აი ამ დეკლარაცია. ხო, აი ამ ციას გავსებინებენ უკვე რა. რა ვიცი გენაცოლი, ჩვენაფერი არ გვეთყობათ, აქ არაფერი არ მოგაგდა. ვაიმე, ნუ მაიმუნობ რა. თუ შეგიძლია დაჯექი და დამეხმარე. კი ბატონო, სანამ მაგას მეტყოდი, მე უკვე მოფიქრებული მქონდა რა რითი დაგხმარებოდი. გადამომიფორმე ეს სახლი მე. კი, ჩემზე გადმოახერხე და აი პრობლემა თუ იქნება, ყველაფერს შევწევ. ვაიმე, შენ ოღონდ სხვისი რაღაცა მოგცა რა. დათო რა. რა ჩავწერო კიდე? რა ჩავწერო? ეს წუთი. აი, ირა. წყელტუჩა ჩაწერე. ეს პოლოცკო ჩამიწერო ოღონდ მან. წყელტუჩა, ხო. მიდი, ნუ მიყურე. ეხლა, აი. შალონას ფოტო. ერთ ეგზემპლარად ჩაწერე, იშვიათია. აჰა. კიდე? ის ხალათი ჩაწერე, რო გიხდება ძალიან აკრო, აქამდე რო ეს პატარა რო. კიდე ირა
ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ჩაწერე. რა იცი, რაში დაგჭირდეს. ხო. მიდი რა. აი, ხედავ, მარიკა, თანამდებობაზე დაინიშნა და მიდი გადი მოდი კი არ მითხრა. შემიმოკლა ბიჭმა. მიდი რა, კარგი დათო, აცადე ადამიანს მუშაობა. მე ბავშვებს შევხედავ. აჰა. ცოლების როგორ იცავენ ხოლმე? დათო, დიახ. ახალდაბის სახლი. ხო უნდა ჩავწერო. უნდა ჩაწერო. დიახ, აბა რა უნდა გუჯაც მიაწერე. ხო, გუჯაც მიაწერე, მე შარი არ მოგდონ. აბა, მეზობელია ბულბო. ვაიმე, შევწუხდი რა. შევწუხდი უკვე რა, დათო, ძალიან გთხოვ რა. ან გაჩუმდი, ან დამეხმარე, ან რამე გააკეთე რა. ძალიან ხო და ვავსებ, ეს არის მნიშვნელოვანი რაღაცა, დათო. ეს და ეს ირა, მე არ დამჭირდება ამის აი ცია. ხო, შევსება, ჰა? ჩეზიდა? მინდა. რა იცი, რა შტან. აჰა. ვაიმე. რა მაგარი კალამია, ირა. მაჩუქე რა. არა. კი. არა. მაჯუგე რა. არა. ხო რა ირა რა. არა. მაგარია რა, გეხო. მაჯუგე რა. დათო. რა. ვერ გაჩუქებ. რატო? ეს კალამი. ხო. მან მაჩუქა. ო. ბოდიში. მარიკუნა. ბატონო. აქ მოვჩი. ხო. ხო და ახლა ღლონტებთანაც უნდა გავიდე. იმიტომ რომ არ არსებობს რიგ ჩვენი რაღაც არ იყოს და მე უდრო-უდროს არ ამომიტივტივონ. ხო. ისე ხო გახსოვთ დღეს არის თამარის და ვახოს ნიშნობა და ადრე მოდით ხო? მარიკა, მაგას რა დამავიწყებს, რაც თავი მახსოვს ამ დღეს ველოდები, ბუზებეზე ასე. ისე ვინი ფიქრებდა და აი თამარიც ინიშნება. მარიკა. ხო. გუშინ უყურე Discovery-ზე გადაცემას. ხო. და რა თქვეს იცი? რა? ზოგჯერ სასწაულებიც ხდებაო. ირა. შენი ტელეფონი წვალობს. ჩემი ტელეფონი კი არ წვალობს, თამაზი წვალობს, ჩემი მძღოლი. მოიცაი წუთი. აჰა. მოვიდა და ზარს მიშვებს. ზღოლიც ყავს ბიჭს. ხო. მე რა? არაფერი გენაც. მეცე. მარიკუნა, სულ საქმე მავიწყდებოდა ხოლმე მე თქვა. ის მინდა რა? ის ჰაერის გასასუფთავებელი რო გვაქვს ჩვენ ის არომატიზირებული დეზოდორანტი კანადური. ხო, და რა თქმა. გამატანე. რა თქმა. რა თქმა და ეს თამაზი ჩემი მძღოლი. ისხავს რაღაც საშინელო დეკორებს. თან ისხავს ბევრს. ხო და სანამ სამინისტრომდე მიმიყვანს ხოლმე სპაზმი მემართება, ასფიქსიაში ვარ. მიდი რა. მიდი ძალიან გთხოვ. ვიცი ეგ ამბავი მე. რა იცი? ვიცი. შენ რა იცი? მე ვაჩუქე ეგ ადიკალო. რა მეკრე გადააგდეო ხომ მითხარ? მიდი რა. შეამოკლა უფრო. ხო. ვიწრო წრეში. აი, ესე იგი, რაც უნდა კარგად ესმის და რაც არ უნდა არ ესმის კარგად. ვიწრო გაიგე? ხო და მიაბი ეხლა წრე. ვიწრო წრეში, მაიმე, აღარ შემიძლია. დამანები კარგი, თუ დაწყნარდი, რა დაწყნარდი. ხო, კიდე რეკავს და აიცი რასულს და ვიწრო წრეში. ვაიმე, ლიკა შენ ახარ. არა ლიკუნა, რა ვიწრო წრეში. ქვეყანა მოიყრის დღეს ჩემო ჯახში თავს, ხო, ქვეყნის ხალხი იქნება. დათო მოვა, ხო, მარიკა მოვა. ჯანდაცვის სამინისტროდანაც იქნებიან. ხო, ყველანი აქ შევიკრიბებით, ხო. რა ლიკუნა?
აიმე, კარგი რა, ლიკა, ვერ მოხვალ. აიმე, როგორ გული დამწყდა, იცი, მეწყინა ხო? კარგი, არ გცალია, რა მოხდა მერე, კარგი, ყველაფერი ხდება. კარგად, ხო გაკოცებ, აკოცებ, აბა რას ვიზამ, კარგად ლიკუნა. კარგი. დამწყდა გული, გადავირიე. ლაშიკო. ლაშა. აბა, რასაკეთებ? რა ვიცი რა. მოგეხმარო? გიდა ჩემი დახმარება. არა კეთებან, არა ჩაულებრივად ვართმევ თავს. ხო, არა ჩაულებრივად ართმევს თავს ჭამას. მოდი აქ, მოდი ერთი წუთი. ეს რა არის? ეს ამიტომ მითხარი ხო შენ დაისვენე ჩემო სიცოცხლე, ჩემო ძვირფასო, მე გავაკეთებ ყველაფერს. ისედაც შენ გადაღლილი ხარ. ამიტომ მითხარი ხო? გადაღლილი ხარ. დიდი მადლობა. გილოცა. მადლობა. აი მაგარია. რა კარგია რომ მოხვდი. აი რა. ამოხსენით ამოცანა. შედი სამზარეულოში უნდა მომეხმარო, მიდი. რას ქვია, მაგრამ არავით არის მაგრამ. ჩემი ძის ნიშნობა. ჩემი ძის ნიშნობა. შედი, კაი, შედი დამშვიდი. კეთებან, მე რა გავაკეთო ეხლა? ხო. ლაშა. რა? რასაკეთებ? ეს ჭამისთვის კი არ მინდა. ეს მინდა მე რეკვიზიტად გკირდება. რეკვიზიტად. აი, ნახე, თამარ, მოდი მე და შე უნდა ვივარჯიშოთ ახლა. მოდი. მომეცი ხელი. ხო, ნახე. ხელი მომეცი. ხარ თუ არა თანახმარ რა თქმა უნდა თანახმარ ჩემო თამარ. აბა რა ხარ კაცო. ამაში კი გაქვს გაწაფული ხელი. კარგი რა. ხო იცი რომ იცოდეთ განცდებში. კარგი ბატონო. ლაშა. განცდებში ვარო და ესა მე კი არ მინდა და ისე. ერთი წუთი. ესევა ბატონო. ისა ხიზილალა რომელ თებშებზე დავდო? დიდებზე. ანანო, დიდე, რა შეიძლება დიდებზე უნდა დადო. აბა ხიზილა და დიდებზე იდება. ლაშა. თამარ. აი, არჩი მომხედო. ნუ მიხურე ბიჭო. არ გიყურე. ნუ მიხურე. ქვისი. ნუ უყურებ ახო, მე ისედაც მთელი ცხოვრება მაგას უნდა უყურო და ნუ მიხურე ბიჭო. დამარ, ეხლა რაზე მოვედი? რაზე მოხვედი? დედაჩემმა დამირეკა მაღაზი და ბეჭდის ზომა აინტერესებს. ბეჭდის ზომა? უნდა გათხოვდე თამარ? ნიშნობა გაქვს თამარ? მალე უნდა გადახვიდე? არა ლაშა. არსა და უნდა გადავიდეს, მე უნდა ჩავესიძო აქ. მე უნდა ჩავესიძო. ლაშა. შენ ბიჭო რაღაც ამბოლო დროს, ხო იცი? ურა თემა. კარგი, ისე რა ბიჭო, ნუ მიყურებ რა გადი. რაზომა და 19. 19. ძალიან კარგი, ეხა დაურეკავ. ხა. და ვეთქვი, კარგი. კაი, წავედი ხა მე, ხო? არა. წადი. შენ ბიჭო, თამრი. მოიცადე. 19 რატომ უთხარი? 16 ზომა არ გაქვს? ქეთუ. ოქროა და რაც უფრო ბევრი იქნება, უკეთესია. წონა. ისა ბატონო ირაკლი ის ჟურნალისტი რომ გელოდებათ გარეთ. ვაიმე, შემოვიდეს უხერხულია, შემოუშვი. მოგძადეთ. როგორც იქნა. დიახ. გამარჯობა ირაკლი შეიძე. ჟურნალისტი გახდა. სასიამოვნოა, დავზანდით. ძალიან სასიამოვნოა ჟურნალისტი ბზანდებით, ესე იგი, გადაშალეთ, ჩაიწერეთ. სულ დაფიქსირდა გრიპის 1375 შემთხვევა. მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ მეცადინეობით და ჩვენი ძალისხმევით აღმოფხრილ იქნა ძირითადი უკაცრავად ბატონო ირაკლი, უკაცრავად. მე ქონებრივი დეკლარაციის თაობაზე ვარ მოსული. რისი? ქონებრივი დეკლარაციის. იცით რაშია საქმე? წავიკითხე თქვენი დეკლარაცია, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მე სანდო წყაროზე დაყრდნობით ვიცი, რომ თქვენ გაცილებით უფრო დიდი ქონების პატრონი ხართ, ვიდრე დეკლარაციაშია მითითებული ბატონო ირაკლი. პირველ რიგში თქვენი სახელი? გიორგი, სასიამოვნოა. გიორგი. მეორე რიგში ეგ თქვენი სანდო წყარო ცდება.
ნუ თუ რა თქმა უნდა გოგიმარე იმაიმუნა კიდე რაღაცა. როგორ გეკადრებოთ? და მესამეც. აბა კიდე ინფორმაცია გაქვს ჩემთან. გისმენთ? კი ბატონო, ახლა. აი, თუნდაც თქვენ გაქვთ ბინა უცხოეთში. ტყუილია შემდეგი. როგორ გეკადრებათ ბატონო ირაკლი ნამდვილად ასეა? გამორიცხულია. კარგით. აი თან ახალხანს შეგიძენიათ ბატონო ირაკლი. ხო? დავიჯერო ასე დავთვერი ახალ წელს. ესე იგი იქ წავედი, მე კურსელებს შევხვდი. მე მინის გამორიცხულია, ბინა გამორიცხულია, შემდეგი. მე კიდევ უამრავი რამ ვიცი ბატონო ირაკლი. გისმენთ. დეკლარაციაში მითითებული მაციურის ღირებულება შეგიძლიათ გითხრათ ბატონო? არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ის მაცივარი მაჩუქა ჩემმა სიდეტრმა. კარგით რა ბატონო ირაკლი. კარგით რა არ უნდა მაგას. თქვენ არიცით მე რა ოქროს სიდეტრი მყავს. ოქრო. მოდით, კიდევ ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ და ამით მოვრჩით. კი ბატონო. სახლში რამე ნახატი ხომ არ გაქვთ? ნახატი? დიახ. მაქვს 1-2. და თუ საიდუმლო არ არის რა დაგიჯდათ ბატონო ირაკლი? ის ნახატები? დიახ. ერთი ოთახი. არა ეს როგორ გავიგო? თქვენ მაგას ვერასდროს ვერ გაიგებთ. კარგი, ჩვენ ასე მოვიხსენეთ. ახლა მე ვატყობ, მე რაც არ უნდა გითხრათ, თქვენ სანამ თქვენი თვალით არ ნახავთ, მაინც არ დამიჯერებთ. მე აქ მოვჩი დღეს მუშაობას. ახლა ჩვენ ერთად ავდგეთ, აბა ავდექით სინქრონში ერთად, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ავდექით, აი ასე, კარგია. წავიდეთ ჩემ სახლში, მე ჩემ პატრონაჟებს, თქვენ თვითონ დაათვალიერეთ ყველაფერი და დარწმუნდებით, რომ იმის გარდა რაც მე დეკლარაციაში მიწერია, არაფერი არ გამაჩნია. კარგით ბატონო ირაკლი. მე მზად ვარ ჩემი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად. ეჭვიც არ მეყარე. კარგით. ეჭვიც არ მეყარე. მოგძალით, ხო? დიახ, თქვენ შემდეგ ბატონო. ბატონო ირაკლი მეორე მოადგილე მოვიდა და ყველაფერი მოიტანა. რა მოიტანეს ბატონო ირაკლი? არაფერი. დაბადოთ თუ შეიძლება. დიახ. კარგით. დიახ, გიორგი, ხო? მიხურე კარგი. მიხურე. რა იცი ხომ მაიყო რომ შემომივარდებიან მუცხოვ კაცთან ერთად და რაღაცებს მიყვები მართლა რა დაწერენ ახლა ხვალ რატო ჭამს მინისტრის მოადგილე ლობიანს მე ესე გამოვაგ სტატია რატო მაყოლებს იმ ლობიანს წვენს რა გაბატიო შემთხვევით არ იცოდი შემთხვევით არ იცოდა და შემთხვევით მიცა ეგ აბასაძე მაცის ხელმოუწერელი და დამღუპა კინა გამოდი გამატარე ძლივს ხვალ მიღებაზე არავინ არ ჩამიწერა არავინ არ ჩაგწერო გასაგებია? ხო, ესე იგი თამრი მომისმინე ახლა კარგად და ყველაფერი გაითვალისწინე. მე ხო იცი ახლა ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს დედამთილთან ურთიერთობის. ხო და ესე იგი თავიდან ახლა შენ დაუჯერე მე რა იცი რას გეუბნება გაითვალისწინე ყველაფერი ესე იგი თავიდან გაგიცინებს შენ წადექი და გაუცინე ერთს გეტყვის შენც ერთი უთხარი ორს გეტყვის შენც ორი უთხარი სამს გეტყვის შენც სამი უთხარი გესტრის ეს როლე გაიქცება გაიკიდე და უკეთ ვაიმე კარგი კეთუკა ძალიან დიდი ბოდიში თამრი აი ისევ ნერვიულობ აი დილიდან ისევ ნერვიულობ გეფიცები შენ თავს პიცავარ ხო თამრი მე ჩემი გათხოვება არ მინერვიულია ისე ხო შენ გავთხოვდი და ხო აი ხო იცი რა კითხვა ხა თან გისმენ და თან იცი რაზე ვფიქრობ რომ აი რამინმა ისეთი რასაჩუქარი გამოგზავნა რომ ორი კაცი ჩავიდა ამოსატანა ვაიმე ხო აი ლაშა დედოფალო თამარ სამტრედიის მმართველმა რამინ პირველმა ორკამერიანი მაცივარი მოგართა აი სო სახლის საჩუქრებით აი ზუნათ მოგართვა და რა ქვია შემოვიტანო ვაიმე შემოვიდა ლაშიკო არა გეხვეწები რა შენ არაწიო წელი გეტკინებ რა გეხვეწები არა ლაშიკო შენ არაწიო წელი გეტკინება მაგას მე შემოვიტან მარტო იყავ შენ მithumetes ვერ ხვდები ანანო
გამოდი. ხა შენ რა არ გესმის ჩვენი საუბარი? მიდი შემოიტანე მაცივარი ამ სიმაღლე გოგო ხარ და თქმა უნდა გჭირდებოდეს. რა? მე შემოვიტანო? ხო. აუ ბარემ. რაო? რა ბარემ გამოდი ვერ ხედავ გამოდი. არაფერი. არა ისე. არა ბარემ რაო? არაფერი. არა რაღაცა ბარემ. ბარემ და ვერ გავიგე. რა ბარემ. რა, ნო. თქვი, მიდი. აგეჭხუბებით, მიდი. რა ბარემ მე გავყვები ცოლად მაგ თქვენ ვახლოს თქვენ. გოგო! დაიწყო. და მაშინ მოუვარე. მე წავედი? ხო. აბა თქვენიცით. ნახუნა. ხო, გადი. არა, მართალი, არ უნდა გარჩიო, მაგრამ ისე რამის განსაკუთრებით ყოველთვის მე ვუყვარდი. ხო, აბა, მაინც იცით ის რა ქვია, ჩვენი მაცივარი რაღაც ამ ბოლო დროს ხრიგინებს და მე მგონი გაფუჭდა, გამოსაცვლელია. არა, კეთება, არა. კი არ გაფუჭდა და კი არ მაგიტო კი არ ხრიგინებს. თამარის ბედნიერება უხარია და ადგილს ვერ პოულობს, ვერ. ისე ხელსახოცები სადა გაქვს? მე შევჭამ. ლაშა. რა არის ხლა ეს? რა ხუმრობაა? მე შევჭამ, ხო ამოფრო ყველაფერი ჭამო და მე შევჭამე რა მოხდა? კაი, ჯერა ხა მაგისი. კაი ხა ხელსახოც როგორ შეჭამ? მოიცა მოძებნი კაცო წესი კაც. ლაშა. თამარ. ჰა. თამარ. შენ ნახე ჩვენი საჩუქარი გახსენი? შენი ნახიდი და შენ გახსენი. მე გავხსნა? ხო. დაკი. ნახე თამარ. აი, ეს ჩაიდანი შენ. ჩაიდანი. ამას აქ სასტვენი აქვს თამარ, სასტვენი. სასტვენი და შენ დავახო ალერში თუ გაერთეთ და დაგავიწყდა წყლის ადუღება. ხო. ეს თავს შეგახსენე. დაუსტვეს ესე. და აბა ცხენი. ლაშა. მართლა შეჭამე ხელსახოცები. ანანო ჩუმად არ გააგონო ამათ. ხო, რამეკნა, შევჭამ, რამეკნა, არაფერი არ იყოს შეჭამ. ვიპოვე ხელსახოცები. აბიო, კარგი გოგო ხარ ანანო. აგავაკეთო. მოიტანე. ვაი, მარიკა. ძალიან დიდი მოიხვალე. რა კარგია ესე იგი. მოკლედ რა სამეზობლო, რა. აი რა სამეზობლო ყოს, აი გაგიჟდები, აი რაც არ უნდა დაგჭირდეს. ხორცილისთვის ყველაფერი აქვე. სკამები გინდა წინა მეზობლიდან გამოიტან, სიძე გინდა გვერდითა მეზობლიდან. ახლა ვერ გავიგე ხუმრობის დრო ალაშიკო კარგი რა სულ ხუმრობა ხო არ შეიძლება აი მე მარიკა არ ვიცი ხა რაღაც დამეხმარე მომაფიქრებინე ან ეს სკამები სად უნდა დავაწყოთ ან ეს მაგიდა როგორ უნდა გავშალო ქვეყნის ხალხი მოიყრის დღეს ჩემ ოჯახში თავს და საცეკვაო მოედანიც ხო გჭირდება მე ჩემ დას ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ დას ცეკვის გარეშე ხალხო ვერ გავუშვებ ოჯახიდან თან ნათქვამია თუ გოგომ თავის ნიშნობაში არ იცეკვაო უკან მობრუნდეს აიმე კეთუ კარგი რა პრობლემაა ავიღოთ და რაღაც ნივთები რაც აქ ხელს გიშლით გავიტანოთ ჩემთან მე მაქვს ერთი იდეა მაქვს მე რა ვიცი თუ მათქმევინე ისმენთ ეხლა ის ჩვენ გოჭი და ის რო არის ტკბილეული ნაცხრები და ხო უნდა გამოვიტანო და დავდოთ ხო აბარა უნდა ვქნი მე თუ მკითხავთ ავიღოთ ის გოჭი და ტკბილეული და ამ მაგიდის ადგილას დავდოთ ეს საჩუქრები და გარშემო მე ვიცეკოთ კიდეს და ვიმხიარულოთ აბა და გოჭის ხილი და ტკბილეული სად უნდა გავიტანოთ მაგას მე მივხედავ კაცო მე მივხედავ მაგას კარგი მარიკა იცის ვაშა აი ისი მიდი და მოვა რა გავაკეთო კაცო რა გავაკეთო
რაო სანდრო რა გითხრა ბინის პატრონმა როდი შევძლებთ გადასვლას? ესე იგი 2 დღე უნდა მაცადოთ 2 დღეშია დავამთავრებ იმ ბინის რემონტს სადაც მე გადავდივარო მაგრამ თუ თქვენ ძალიან გეჩქარებათო იმ ბინაში გადმოსვლაო სადაც თქვენ მას შეხვიდეთო მაშინ უნდა დამეხმაროთ რემონტის დამთავრებაშიო და მაშინ გადმოდითო მალეო რა უნდა ვქნათ? ნუ რა უნდა ვქნათ უნდა დავეხმაროთ დათო საკუთო ცხოვრებო ნივთების ფარტი გაქვს? იცი რა არის? რა? რა და მე და სანდრო გადავწყვიტეთ რომ ცალკე ვიცხოვროთ. ვინაც ნახეთ დღეისთვის ვაპირებდით გადასვლას, მაგრამ ბინის პატრონმა ვერ დაცალა და საწაგვი ღვარიცოთ და აქ მოვიტანეთ. ერთი წვენი თუ შეიძლება თორში წვენი. ეს ძალიან კარგია, მარტო რომ გადაწყვიტეთ გადასვლა. ძალიან კარგია მომწონს და ეს რა მაინტერესებს ეს ბინა იქირავეთ თუ იგირავეთ? უი ეგ კი არ მახსოვს. სალომე ქ თუ გ? ქ სანდრო ქ. 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 და რამდენი სიხდით ქში? ქში ჩვენ $300 ვიხდით. $300? არა, არის ქ $200-ათაც. $200? არა, არ მინდა. კაცავარ მე ძალიან კარგად. ხო, კარგია ქირაობა, მაგრამ ძალიან რთული. ძალიან რთული ხა. მე ხო ნაქირავები მაქვს ირაკლისგან და ვიცი. ნაქირავები გაქვს და რას ვხდი? რას და? სიყვარულს. სითბოს. სიხარულს. და როგორ გონია შენ მე იქ ესე კი არ ვცხოვრობ. დიდი ბინა? ერთოთახიანია, მაგრამ ლორჯის მიშენების მაიმე სალომე არ გვინდა ეს ლოჯი იყოს ერთოთახიანი ბინა არ შეიძლება? კარგი ხო იყოს რომ. ერთოთახიანი ბინა 300 ეგორი ძალიან ძვირი. რა უბანში? სად არის იცი და თუ არ გინდა სალომე? სადაც ხარ, ხომ ხარ იქ კარგად? რა საჭიროა რომ იცოდე ჩვენსაც ცხოვრობთ? მე ერთი რაღაც შემიძლია შემოგთავაზოთ თუ არა გაქვს ამის დასაძები ადგილი ჩემთან სახლში დავტოვოთ მე როცა გიწევ. შენთან სახლში? ხო. კარგია, მაგრამ ბათუმი შორს არის და ირაკლისთან ავიტანოთ, არ ჯობია? რა ბათუმი, სანდრო, ამას რა წაიღებს ბათუმში? ბათუმი ხო შორს არის? ხო, სალომე, მეც მაგას ვამბობ, ბათუმი შორს არის თქო. ხო, სანდრო, ბათუმი შორს არის. ვაიმე, ვერ ხვდები ხო მე და შენ ერთ აზრზე რო ვართ? ვაიმე, დათო მიხედი, ამას ძალიან გთხოვ, რომ მე წავალ უნდა მოვთოხნო. მოიცი სალომე, ერთი წუთი. რა უნდა მოვთოხნო? აი ეს Facebook-ზე ფერმა მაქვს და უნდა მოვთოხნო. ის გოჭები უნდა ვიყიდო კიდე და წავალ. აჰა. მისე თქვენ გადადიხართ მარტო? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ხო, და ის არა, რაებია ეს, რეები გაქვთ? ეს ტელევიზორია, DVD და Sony-ს კომპიუტერი. ტელევიზორი, DVD და Sony-ს კომპიუტერი. მithumetes დააწყვეტ შემთან და ეს სამივე ამოიტანეთ შემთან დააწყვეტ და როცა მოგიტება DVD და ტელევიზორი წაიღეთ. მადლობა და თუ ისე ხოჭი ჩემ ნათესავებმა შემომთავაზეს რომ თუ გინდა თუ ჩვენთან გადმოდით შენ და სალომეო მაგრამ ეხლა გევარ მე იმ კაც სხვასთან ვიცხოვრო და შევაწუხო ნათესავები მობზანდით, შემობზანდით და თავად დარწმუნდით, რომ ყველაფერი რაც მე გამაჩნია, ყველაფერი წერია იმ დეკლარაციაში და ეს რაღაც გაუგებრობა, მე გავარ ყველას. გავაკადით. მოვზანდით ცალე. აი მე ხო უპასუხებ, ხო ლოგიკურია, ტელეფონი რეკავს და უპასუხო, ხო? ჟურნალისტებს ხო პასუხობთ ხოლმე? ძალიან კარგი. თქვენ მანამდე შევბზანდით აი მოთახში და იქიდან დავიწყოთ დათვალიერება. პირდაპირ. დიახ. აი
ალო. ხო, გოგი მე ვარ. გოგი არ დაიწყო ახლა საგანგებოს ხტომა და პრემიერ-მინისტრი გიბარებს. ხო. რა? 20 ლიტრიანს მიგზავნი? კი, როგორ არ მინდა? არა, გამიხარდა, მაგრამ სად დავდგა? არაფერი. კარგი, მინდა, მიხარია, კაი კაცი ხარ. მადლობა. ვაიმე დამღალე გოგი უკვე. დამღალე, ხო? კარგი დაგირეკავჩებით, კარგი. აბა? როგორ ასაქმე? აბა როგორ გითხრათ ბატონო ირაკლი, მარტო ამ ოთახში იმდენი რაც დევს, რაც დეკლარაციაში მითითებული არ არის, რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. არა, გენასვალი, ერთი წუთი რა. ეს არის რაღაც გაუგებრობა. რასაც თქვენ აქ ხედავთ, რამდენადაც გასაკვირია უნდა იყოს ეს, არაფერი ჩემი არა. ჩემი არაფერი არ არის, პირველად ხედავ რა არის. ბატონო ირაკლი. არ არის ჩემი გენასვალი, არ არის ჩემი. გაუჯობა ირა, ნახე, მოვიტანე. ეს ვინ არის უკაცრავად? აქ ცხოვრობს. დროებით ცხოვრობ. მოსამსახურეა. კი ბატონო, აუცილებლად ჩავნიშნე. გამოსამსახურე ეს არის ჩემი ცოლის ბიძაშვილი, რომ გეუბნებოდით. ხო რა თქმა უნდა, აბა. რა ხანია ცხოვრობს ამ ოთახში? აი ამ ოთახში ცხოვრობს და რაც თქვენ ნახეთ იმ ოთახში, ხო აღწერეთ ყველაფერი, ხო? ყველაფერი მისი კუთვნილება. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. რა და რაც არის იმ ოთახში, ის ოთახი და რაც არის იმ ოთახში, ყველაფერი თქვენი კუთვნილებაა, ბატონო დავით. ის არის შენი. ჩემი. შენია. აბა ვისი? მანებივრებია რა. მანებივრებ რა. ლეპტოპიც მაჩუკა? სულ ცოტა ხნის უკან. კი, ლეპტოპი. მაგას საინტერესოა. ლეპტოპებსაც ჩუქნით ნათესავებს ბატონო ირაკლი. ლეპტოპი გაჩუქე. რა ლეპტოპი ბოდიალობს რაღაცას ეხლა ეს დაიბნა თქვენ დანახვაზე და ასე იცის ხოლმე უცხოს რომ დაინახავ გადაირევა ხოლმე. რა ლეპტოპი? რა მოდის გაჩუქე. რა როგორ? როგორ გათახარიაში? კარგად. როგორ არ გახსოვს? კაზინოში რომ ვიყავით ჩვენ არ გახსოვს? როცა ხო, კაზინოში თამაშობთ ბატონო. ესაც აუცილებლად უნდა არის. აუცილებლად. კაზინოში რომ ვიყავით, რო წააგე და მე რო გამედი და ლეპტოპი რომ მიყიდე, არ გახსოვს? საათ კაზინოში მე ვარ კატეგორიული მოწინააღმდეგე აზარტული თამაშების. ცხოვრებაში არ მითამაშია, განაცვალ როგორ გეკადრებათ? არ ყოფილი ვარ კაზინოში ცხოვრებაში, არ დამიდია და შესაბამისად არ წამიგია არაფერი. რას უსმენთ ამას? როგორ გეკადრებათ? მასხარო, ხო? მასხარობს. იუმორი აქვს, ძალიან კარგი იუმორი აქვს. დახოცილები ვართ და იგი თავისებული. რა არ გახსოვს? სანამ კაზინოში მივიდოდით ის დღე როგორ არ გახსოვს? რესტორანში ვიყავით და მაგიდაზე იცეკვი რო დათვერი. დალევა გიყვართ? კი, ბატონო ირაკლი. მიყვარს. ძალიან. გალაგზეთ. მიდი. მიდი თულად. მიდი. მოტრიალდი. რა მოგივიდა? რატო გაგიჟდები ხოლმე რა? ეს არის ჟურნალისტი. და მოსულია დილას რომ ვავსებდი იმ დეკლარაციას, იმას ამოწმებს. ახლა ზედმეტი გაქვთო, რაღაცები არ ჩაწერეთ იქო და შეიძლება ასე გაგიჟდე და გადაიგრიგო ყველაფერზე. რა მოგივიდა რა? ჟურნალისტია მოსული დათორა, სერიოზული საქმე მოიქეცი თორე. ჟურნალისტი. არაფერი არ არის აქ ჩემი. ამოთახში არაფერი არ არის ჩემი. ხო. არაფერი არ არის ჩემი, ალიბი მაქვს, მე ვარ უბრალო კაცი. უბრალო კაცი ვარ, მე არაფერი არ არის. რა როგორ გეკადრებათ? ბატონო ჟურნალისტო გიორგი, როგორ გეკადრებათ? ანაირად არის ეს უბრალო კაცი, ეს არის უნიჭიერესი მხატვარი. უნიჭიერესი, ხელოვანი და რაც თქვენ იმ ოთახში ნახეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით და ეს ოთახი მისია, ეს ოთახი შენია. არ არის ჩემი. შენია. ჩემი არ არის ეს ოთახი. შენია ეს ოთახი. როგორ არის გენაცვალე ჩემი პირველად დაგინახეთ საერთოდ არ არის. პირველად დაგინახეთ.
პირველად უნდა მინახეთ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ აქ არ ცხოვრობთ 3 წელია თქვენ ცხოვრობთ აბა ვისია ეს ოთახი შენია ეს ჩემია ის ოთახი შენია აბა ოხ ეს აქ არ იყოს არ არის ჩემი ოთახი არ არის აბა ბატონო ირაკლი მოვიტანე რა ტელევიზორი მიდი დადე ხო მიდი დადე თქვენ კიდე ჩაწერეთ რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ცხოვრობს საწყობში კარგით მე მგონი გავარკვიე რისი გარკვევაც მინდოდა გარკვით ხოლო რამდენიმე ფოტოს გადავიღებ და წავალ მიწან გადაიღე მოდი იქ მოდი აქედან და მე რომ ვარდი მირა გაზეთში ვიქნები რა გონი ცოტა სკანდალური სტატია გამოვა ბატონო ირაკლი დაგაბოვა როგორ სკანდალო არა მე თქვენ დაგეხმარებით ეს არის სკანდალი ეს რა სკანდალია განაცვლეთ თქვენ თუ გინდათ რომ ხალხი მართლა დაინტერესდეს მართლა წაიკითხოს ხო ცოტა ისეთ რაღაცები უნდა დავწეროთ აი გაჩუქებთ სათაურს მომავალი სტატიის სკანდალური სტატიის კი ბატონო აი ნახეთ როგორი გულუხი ვარ გჩუქნით სათაურს რატომ გამოაგდო კოსტუმა სიდედრმა არა იყოს ესეც საკმარისია ბატონო ირაკლი მე წავალ ვერ წახოთ იმიტომ ვერ წახოთ რომ თქვენ თლიანად არ შეგისრულებიათ თქვენი სამუშაო თქვენ ხომ პროფესიონალი ბრძანდებით დიახ ბრძანდებით რა თქმა უნდა იმ ოთახში იყავით არა ხო ხედავ არ იყავით იმ ოთახში შებძანდით იქ მე მაქვს ოქროს ზოდები კარგი თქვენის ნებართვით დიახ ნახეთ იქ ჩემი ზოდები იქ კუთხეში დევს დიახ ოქროს ზოდები მაქვს და ბრილიანტებია კიდე იქ ფანჯა დაუმშაველი ალმასები მოდი მოიპაროს რა მოგივიდა მოდი ერთი წუთი ეს არის ჟურნალისტი ხო და ახლა ამან ეს დაწეროს ხო ატყდება მთელი ამბავი და მთელი სკანდალი თქვენ ხომ ეცით რომ ეს ჩემი არ არის ხო და თქვენ ერთი წუთი თქვენ უნდა დამეხმაროთ ხო შენც უნდა დამეხმარო იმიტომ რომ მე თუ სამსახურიდან გამომიშვეს ყველაფერი თუ ჩამომართვეს შენ სად აღმოჩნდები სად ქუჩაში აღმოჩნდები შენ ამიტომ უნდა დამეხმაროთ გამუშავ მარტო შენ უნდა დამეხმარო